დასაბულებების მიერ სრულყოფილად გაცემული ინფორმაციის ნიშნული სახელმწიფო ცვლილებების შემდეგ 30%-ით გაიზარდა. შესაბამისი კვლევა დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ანგარიშის შედეგად საჯაროების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა რიგ სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა ავტორების თქმით, გამჭვირვალეობის კუთხით პრობლემები მაინც არსებობს. ყველაზე ღია და დახურული სახელმწიფო დაწესებულებები კვლევის დეტალებით ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საჯარო დაწესებულებების მიერ სრულყოფილად გაცემული ინფორმაციის ნიშნული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ 30%-ით გაიზარდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროექტი, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა, 2012 წლის ივლისიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავს. მის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ორგანიზაციამ სულ 5625 განცხადება 224 დაწესებულებაში გაგზავნა. შემდეგ კი საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული დაწესებულებები დაასახელა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო სამწუხაროდ 2011-12 წლებში, როდესაც გაცემული პასუხების რაოდენობაც საკმაოდ მცირე იყო, რაც პრინციპში წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას. მიღებული პასუხების რაოდენობამ 2012-13 წლებში 90%-ს მიაღწია, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ კარგი შედეგია და უბრალოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი, გამჭვირვალობის პროცესი გაცილებით უკეთეს სტადიაში არის და რაც მთავარია, ჩვენ გვინდა რომ ესეთი ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდეს. უფრო ადვილი გახდა საჯარო ინფორმაციის მალწოდება. მაგრამ იმისთვის რომ ზედმეტად არ დავშვიდეთ ყველანი, ასევე უნდა ითქვას, რომ დღეისთვის ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლება გასცემს ადვილად იმ ინფორმაციას, რომელიც წინა ხელისუფლების საქმიანობას ეხება. ამიტომაც, როგორც მედია, თქვენ, ასევე ჩვენ, არასამთავრობო სექტორი ძალიან სერიოზულად უნდა ვიყოთ მობილიზებული. ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულებად კი IDFM ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაასახელა, საიდანაც პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო. საჯაროების დაბალი ნიშნულით 59.7%-ით გამოირჩევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან კი ყველაზე დახურული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია აღმოჩნდა. ამავე ჩამონათვალში მოხვდა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. რაც შეეხება სამინისტროებს, მათგან ინფორმაციის გასაჯაროების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 63.9%, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, თუმცა კვლევის მიხედვით 100%-ით გამჭვირვალეა ამავე სამინისტროს პოლიციის აკადემიის მუშაობა. თუ ჩვენს გადმოგვეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისათვის გადმოგეცვა სპეციალური ჯილდო. აკადემია დაჯილდოვდა, თუმცა საქართველოს პოლიცია არ აქვს. სამინისტროზე ვერ გავაკეთე. IDFM დღესვე სპეციალური სერტიფიკატებით დააჯილდოვა დაწესებულებები, რომლებიც საჯარო ინფორმაციას მარტივად გასცემენ. 20 ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებას შორის პირველი ადგილი სახალხო დამცველის აპარატმა დაიკავა. ჩამონათვალში ასევე მოხდა გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროები და სხვა დაწესებულებები. როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას ითქვა, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და თავდაცვის უწყებაში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სამინისტრო იყო. სამწუხაროდ შარშან ჩვენი სტრუქტურა იყო ყველაზე ოროსნების კატეგორიაში, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თითოეული თეთრი, რომელიც თავდაცვის უწყებისთვის არის გამოყოფილი, ხმარდება ჯარისკაცს, ხმარდება მეომარს. ჩვენს კონკრეტულად სამინისტროთან შეეხება ორი ჯილდო იქნა მიღებული, მათ შორის მართლა გაოცებული ვარ. სასილასულების დეპარტამენტმა რაღაცა რო დამალოს გასაგებია ნოლი ინფორმაციის გაცემა პრობაციის სააგენტოსთან სრულიად წარმოუდგენელია, რით იყო განპირობებული 95%-ამდე მე მგონი კარგი გაუმჯობესება, ის 6% არ ვიცი რა არ გახდეს, ალბათ რაღაცა ტექნიკური იყო. თუ გვაქვს ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არასდროს არ არის დახურული და დაფარული, ხანდახან პრობლემაა სწორედ ინფორმაციის არარსებობა და სწორედ ამიტომ უნდა გაძლიერდეს სამინისტრო და იგივე მონიტორინგი და დაკვირვების სისტემები, რომ ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს. რაც შეეხება ბიუჯეტიდან ხარჯვით ნაკლს, ამ მხრივ დასამალი ნამდვილად არაფერი არ გვაქვს. დღევანდელი პრეზენტაცია პრემიერმა გახსნა, რომელმაც ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებების მიდგომა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები გახსნილად მუშაობენ. მისი თქმით, არც მთავრობის კანცელერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს საჯაროების პრობლემა, სადაც IDFI-ის კვლევის თანახმად გამჭვირვალობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მე მგონი რომ პრობლემები არ არსებობს, საერთოდ ყველა გახსნილია. მათ შორის რეიტინგი ეს ნორმალურია, რომ ვიღაცას უფრო ზუსტად აქვს შესრულებული ინსტრუქცია, ის მიხედვითაც მოითხოვება, ვიღაცას ნაკლებად.
მაგრამ გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც მათ ევალებათ. და ჩეხებაგერძენის ადმინისტრაციას მე მაგას პასუხს არ ვაკეთებ. თინა ხიდაშელის მიერ გამოთქმულ ინტერესზე შეძლებენ თუ არა სახელმწიფო დაწესებულებები ინფორმაციის ასეთივე რეჟიმით გასაჯაროებას მოგვიანებით, როცა გამოთხოვილი ინფორმაცია არა მხოლოდ წინა ხელისუფლების, არამედ მათი საქმიანობის ამსახველი იქნება, ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი ამის გარანტია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს. ნამდვილად მიმდინარეობს ამ ინფორმაციის თავისუფლების თავში ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებები მზადდება. ხა თქვენ რაც მაგალითები, გეოლოგიური რაც მაგალითები აჩვენა, ყველა იყო პრინციპში სიამოვნებით მოგაცდით ამ ინფორმაციას და მიეცით საზოგადოებას, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება და როგორ ხარჯავდა. რეალური ტესტი ეხლა დადგება, როდესაც ჩვენს მიერ, ჩვენი ხელისუფლების მიერ დახარჯულ თანხებზე მოითხოვთ უკვე ინფორმაციას და ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. ამიტომ არის საჭირო, რომ კანონი წამოეწიოს და რაც შეიძლება უფრო გამკაცრდეს და გამყარდეს. მისის განებერი ინფორმაცია. კი, ბატონო ჯანაშე რა გითხოს რა შეაიჭვიოს რომ რაღაცა ამაში თუ რა არის ეს რა არა მაგას მე იმას ვამბობ რომ კანონი პრობლემა არ არის კანონმდებლობა დახვეწეთ და კანონმა უნდა გამყაროს არავის არის პრობლემა მაგაზე არ არის სწორედ ამ IDFI უმაღლესი სასწავლებლების საჯაროობის ხარისხითაც დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ღია სოხუმისა და სამედიცინო უნივერსიტეტებია. ყველაზე ნაკლებ ინფორმაციას კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს.